სენაკის რადიო. მაღალხარისხოვანი და უხვი მოსავლის მისაღებად პირველ რიგში აუცილებელია ჯანსაღი, არაეროზირებული და ნაკლებ ტენიანი ნიადაგის არსებობა. თანამედროვე მიდგომები, ხვნათესვის სწორი მენეჯმენტი და ტექნიკა დღეს ნიადაგის ხარისხობრივი გაუმჯობესების გარანტია. საქართველოს ლანდშაფტისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ყველა რეგიონში ნიადაგის დამუშავების განსხვავებული მიდგომებია. თას სხვა სპეციფიკა აქვს. ბარსკი სხვა. აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ქარისმიერი ეროზიაა, დასავლეთში კი წყლისმიერი. ნიადაგის სწორი მოხსნა დამუშავება შესაბამისი წესებისა და ნორმების დაცვა ხელს უშლის ეროზიული პროცესების განვითარებას. განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში კი მეწყრისა და ღვარცოფების თავიდან აცილებას. ნიადაგის წყალგამტარობის გაზრდა ეროზიის შემცირებას იწვევს. ამ მიზნით ნიადაგი სიღრმისეულად მუშავდება. თანამედროვე ტექნოლოგიის მიხედვით ნიადაგს სხვადასხვა მეთოდით ხსნავენ. ნიადაგის წყალგამტარობის გაზრდის შესაბამისად ეროზიის შემცირების ერთ-ერთი მეთოდი მიწის სიღრმისეული დამუშავებაა. ნიადაგის ღრმა მოხსნა 3 წელიწადში ერთხელ ხდება. ხმნის ასეთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია უხმნალექიან სეზონზე. ფერდობის არასწორხაზოვანი ფორმის დროს სხვადასხვა სიღრმის კვლები წარმოიქმნება. ამ გზით ნიადაგსა და ზედაპირზე ტენი გროვდება. ამ შემთხვევაში ნაკვეთი გარდიგარდმო ხმნის მეთოდით იხმება. განივ კონტურული, ეგრეთ წოდებული გარდიგარდმო ხმნის უპირატესობები. ამ დროს 10-15 ჯერ მცირდება ფერდობზე წვიმის ზედაპირული ჩამონადენის ოდენობა. 100-150 კუბური მეტრით იზრდება ტენის მარაგი. 1-დან 3 ცენტნერამდე იზრდება ნიადაგის მოსავლიანობა. 6-დან 7 გრადუსზე მეტი დაქანების მქონე ნიადაგები ეგრეთ წოდებული დაბაძოების მეთოდით მუშავდება. ამ მეთოდით ნიადაგის დამუშავება ზედაპირული ჩამონადენის მინიმუმამდე შემცირებას მთლიანად ვერ უზრუნველყოფს, ამიტომაც აუცილებელია ხნულის დაბაძოება. ხმნის დაწყებამდე გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანს დიდი ზომის ფრთა უკეთდება. ამ ფრთის მიერ გადმობრუნებული ბელტი ჩვეულებრივზე დიდია და ნაკვეთის მთელ სიგანეზე ჩამომდინარე წყლისთვის წინაღობას ქმნის. ხმნის ეს მეთოდი ეგრეთ წოდებული დაბაძოება აჩერებს ჩამომავალ წყალს. ნიადაგის ხმნა 4 კორპუსიანი გუთნით ტარდება. მეორე და მეოთხე სახნისი გუთნის კორპუსზე ჩვეულებრივ სიღრმეზე დგება, ხოლო პირველი და მესამე სახნისი 10-15 სანტიმეტრით ღრმად მონტაჟდება. 4 კორპუსიანი გუთნით მოხსნული ნიადაგის წყლით ჩამორეცხვა 1 ჰექტარზე 5 კუბური მეტრით მცირდება. მარცვლეული კულტურის მოსავალი კი 2 ცენტნერით იზრდება. ქარისმიერი ეროზიის დროს ნიადაგის ხშირ ხვნას უარყოფითი შედეგი მოაქვს. თანამედროვე სოფლის მეურნეობა ოპერაციების მაქსიმალურად შემცირებისკენაა მიმართული. ამ შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება კომბინირებული ხერხით ხორციელდება. კერძოდ ღრმად მხნელ გამანაყიერებელი გუთნით ხმნითა და ხმნის დროს სასუქების შეტანით. ნიადაგს კომბინირებული გუთნით ხნავენ. გაფხვიერებული ფენა 14 სანტიმეტრს აღწევს. ნემსებიანი დისკოები ნიადაგის ზედა ფენას აფხვიერებენ და ასწორებენ. სატკეპნები კი შლიან მსხვილ გოროხებს. ამკვრევებენ ნიადაგის ქვედა ფენას აფხვიერებენ დამუშავებულ ზედაპირს. ამ გუთნის გამოყენებით ხდება თესვაც. სენაკის რადიო. ნიადაგის მდგრადობის მიღწევა რიგი ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი. ბელტის გადაუბრუნებლად თესვისად სარეველების წინააღმდეგ აგროტექნიკურის ნაცვლად ნიადაგში სასუქების შეტანის მეთოდი გამოიყენება. ამ მეთოდით ნიადაგში 20-30 სანტიმეტრით მეტი სასუქის შეტანა ხდება. დამუშავებულ ნიადაგზე თესვის ნულოვანი დამუშავების დროს ქარების მოქმედება უკვე აღარ იწვევს ნიადაგის სახნავი ფენის აღხვეტას. ეროზიული პროცესების განვითარება 95%-ით მცირდება ან სრულად გამოირიცხება. კულტივაცია ხელს უწყობს თესლის სწრაფ აღმოცენებას, ამიტომაცაა აუცილებელი ნიადაგის თესვისწინა დამუშავება. კულტივაციის ჩასატარებლად გამოიყენება თანამედროვე კულტივატორ ბრტყელმჭრელი თათებიანი კულტივატორი, ნემსებიანი ფარცხი ან შტანგიანი კულტივატორი. ზემოთ ჩამოთვლილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ფერმერთა მომსახურების ცენტრშია ხელმისაწვდომი. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში, აგრეთვე ივლისსა და აგვისტოში, სათოხნი და მარცვლეული კულტურების აღების შემდეგ ნიადაგი დამცავი მცენარეული საფრის გარეშე რჩება. ამ დროს იწყება ეროზიის წარმოქმნისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი. სწორედ ამიტომ ძირითადი კულტურებისგან თავისუფალ პერიოდში შუალედურ კულტურებს თესავენ. შუალედური საკვები კულტურები: სიმინდი, სუდანურა, ცულივსპირა, ჭვავი, ტრიკიტალე, რაფსი, ცერცველა.
დაცვითი კულტურების სარგებლიანობა. დაცვითი კულტურები აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურსა და ქიმიურ თვისებებს, ამდიდრებენ ბუნებრივი სასუქებით. ჭარხლის, კარტოფილის, ბოსტნეული კულტურებისა და სოიოს აღების შემდეგ ფართობზე ჭვავსა და შვლიას თესავენ. გაზაფხულზე ამ ნათესებს ნიადაგში კულტივატორით ჩახნავენ, რაც ფართობის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და იცავს მას ეროზიის განვითარებისგან. ნიადაგის სათესი კულტივატორის შემადგენელი ნაწილები: ჩარჩო, საყრდენი ბორბალი, სატკეპნი, მარცვლების სათავსი ყუთი, მარცვლგამტარი, სახნისი, მისაბმელი, სატეხი აპარატი. ერთმანეთისგან განსხვავდება საშემოდგომო, სანაწვერვალო და შეთესილი შუალედური კულტურები. შეთესილი კულტურები გაზაფხულზე, ძირითად კულტურასთან ერთად ზოგჯერ კი მის საფარქვეშ ითესება. სიმინდი მარცვლოვან პარკოსნებთან ერთად, სორგოსა და სუდანურასთან ერთად ითესება. ზესუმზირაკი ბარდასთან ერთად ითესება. სენაკის რადიო. ბუფერული ზონები წყლის ნაკადის სიჩქარეს ამცირებს და ჩამორეცხილ ნიადაგს აკავებს. სათუხნი კულტურები დაკავებულ ნაკვეთებსა და ხეხილის ბაღებში ხორბალს, ჭვავს, ცერცველას ან მარცვლოვან პარკოსან ბალახთან ნარევს ვიწრო ზოლებად თესავენ. ზოლების სიგანე და მათ შორის მანძილი დამოკიდებულია ფერდობის დახრილობაზე, ფერდობის სიგრძესა და ფორმაზე, აგრეთვე ნიადაგის თვისებებზე და იმ ნათესებზე, რომლებზედაც ეს ზოლები კეთდება. ბუფერული ზოლების პარამეტრები: ფერდობის 6-8 გრადუსით დაქანების შემთხვევაში, ბუფერული ზოლის სიგანე 4-6 მეტრი, ზოლებს შორის მანძილი 30-40 მეტრი. ფარდობის 10-12 გრადუსით დაქანების შემთხვევაში, ბუფერული ზოლის სიგანე 8-10 მეტრი, ზოლებს შორის მანძილი 20-30 მეტრი. აუცილებელია, რომ მთელი წლის მანძილზე ნიადაგის დამცველი მცენარეული საფარი წყლის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ფერდობები ზოლებად იხსნება და მრავალწლიანი ბალახები ითესება. ნათესი კულტურების საკმარისად განვითარების შემდეგ დაუხნავი ზოლები უკვე ერთწლიანი კულტურების დასაცესად იხსნება. 2-3 წლიანი ციკლის შემდეგ კულტურებისა და ნაკვეთების შენაცვლება ხდება. ამ მეთოდით დამუშავების შემთხვევაში ზოლების სიგანე, ზოლებს შორის მანძილის ტოლია. ერთ ზოლში ერთი კულტურა, მეორეში კი მეორე ითესება. ამ მეთოდს კულტურათა ზოლებრივ განლაგებასაც უწოდებენ. ეროზიის წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯვარედინად და მწკრივად თესვა. აღსანიშნავია, რომ მწკრივად ნათესი კულტურები ეროზიის მიმართ განსაკუთრებულად მდგრადია. ჯვარედინად და მწკრივად თესვის მეთოდით ფერდობზე წყლის ჩამონადენი 20-30%-ით მცირდება. ნიადაგის დანაკარგის შემცირების კოეფიციენტი კი 25-50%-ია. ჯვარედინად და მწკრივად თესვის მეთოდი მარცვლეული კულტურების მოსავლიანობას 1 ჰექტარზე 1,5-2 ჰექტარით ზრდის. ეროზიის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აგროტექნიკური ღონისძიება დამცავი და დასაცავი მინდვრების პერიოდული მონაცვლეობაა. ქარისმიერი ეროზიის შეჩერება ნათესებზეცაა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ნიადაგ დამცავი მცენარეების გამოყენება ხდება. კულისები სასოფლო-სამეურნეო კულტურების 2-3-4 ან 5 მწკრივისგან შემდგარი მცენარეული ზოლია. კულისების მოდელით ქარის მიმართულების პერპენდიკულარულად განლაგებული მცენარეული ზოლები მინდვრიდან ახвეტილი ნიადაგის ნაწილაკების გადაადგილებას აჩერებს. თესვის ეს მეთოდი ქარისმიერი ეროზიის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. კულისებად ნათესი მცენარეული დამცავი ზოლი მონაკვეთის მთელ სიგრძეზე ეწყობა. ყველაზე ოპტიმალურია სიმინდის ან სორგოსგან შექმნილი 2 რიგიანი კულისები, სადაც მცენარეთა შორის დაცილების მანძილი 15 სანტიმეტრია. სენაკის რადიო. საქართველოში მიწის საერთო ფართობი დაახლოებით 7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. აქედან 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ცნობილია, რომ საქართველოში მიწა ნაყოფიერია, თუმცა ბუნებრივ კლიმატური პირობები და მოსავლით დატვირთვა ნიადაგს გამოფიტვის საფრთხის წინაშე აყენებს. ამიტომაც აუცილებელია ნიადაგის პერიოდული გამდიდრება და სწორი ექსპლუატაცია. განვითარებული ქვეყნების ფერმერულ მეურნეობებში ფერმერები უპირატეს მნიშვნელობას ნიადაგის სწორ მენეჯმენტს ანიჭებენ, რადგან გამოცდილებიდან ჩანს, რომ ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო-სამეურნეო მოსავალს. ნიადაგისა და მცენარის კვლევებისთვის გაწეული დანახარჯი კი მნიშვნელოვნად გაზრდილი მოსავლით კომპენსირდება.
ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შედეგად იქმნება და სრულად ნარჩუნდება ნიადაგის ორგანული სტრუქტურა. მცირდება მცენარეების ფესვთა სისტემის დაზიანების ალბათობა. მცენარეს მიეწოდება განვითარებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები. იზრდება მოსავლიანობა. დასავლეთ საქართველოში უმეტესად ეგრეთ წოდებული მჟავე ნიადაგებია. ამ სტრუქტურის ნიადაგის შემადგენლობის გაუმჯობესება მისი მოკირიანებითაა შესაძლებელი. მოსაკირიანებლად კირის შემცველი სასუქები გამოიყენება. ქიმიური მელიორანტები დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი აგრომადნების სახით მოიპოვება. მათი გამოყენება უფრო ხელმისაწვდომია. კირის შემცველი სასუქებია: კირქვები, დოლომიტები, ტკილი, შაქრის ქარხნის ანარჩენები, დეფექტური ტალახი, გლაუკონიტური ფოსფატები, ჭოგნარი თიხები. შესატანის სასუქების ოდენობა: 1 ჰექტარ მიწაზე 8-10 ტონა კირის შემცველი სასუქი. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებადი ბუნებრივი სასუქებია: ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტი. შემადგენლობა: დაბლობის ან გარდამავალი ტიპის კოლხეთის დაბლობის ტორფები და დოლომიტის ფქვილი. ტორფ-ნაკელიანი კომპოსტი. შემადგენლობა: დაბალი ხარისხის მქონე დაბლობისა და გარდამავალი ტორფი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი. საქართველოში ბიცობი ნიადაგების გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მისი მოთაბაშირებაა. ნიადაგის მოთაბაშირება თიხა-თაბაშირის იგივე გაჯისა და რკინის ძაღის გამოყენებით ხორციელდება. მოთაბაშირებისას ნიადაგში შესატანი ნორმა: 1 ჰექტარ მიწაზე შესატანი თაბაშირის ოდენობა 10 ტონაა. ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია აგრეთვე ღრმა ხვნა 40 სანტიმეტრ სიღრმეზე. მოსაკირიანებელი და მოსათაბაშირებელი მასალები ნაკვეთზე წლის ნებისმიერ მონაკვეთში ფხვიერ მდგომარეობაში შეაქვთ. მოსათაბაშირებელი მასალები თანაბრად ნაწილდება, რის შემდეგაც ფართობით 15-20 სანტიმეტრ სიღრმეზე იხვნება. მაღალხარისხიანი უხვი მოსავლის მოღების უმთავრესი პირობა ცხადია ხარისხიანი ნიადაგია. ნიადაგის კვლევა კი ფერმერს სწორი მენეჯმენტის საშუალებას აძლევს. აუცილებელია, რომ ფერმერმა 4-5 წელიწადში ერთხელ გამოიკვლიოს ნიადაგი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ნიადაგისა და მცენარეების ქსოვილის ტესტირებაც. ნიადაგის ნიმუშების აღება სპეციალისტების მიერ პორტატული დანადგარის მეშვეობით ხდება. ნიადაგის ზედაპირიდან საგულდაგულოდ იწმინდება მცენარეები და მინარევები. სპეციალური იარაღით ნაკვეთზე 15-20 სანტიმეტრის სიღრმის ორ მოითხრება და ხდება მიწის ამოღება. ნაკვეთზე 8-10 სხვადასხვა ადგილიდან ხდება ნიადაგის ნიმუშების აღება. თითოეული ორმოდან დაახლოებით 1 ჭიქა მიწის ამოღება ხდება. ამოღებული მიწა ქაღალდის ან პოლიეთილენის სპეციალურ კონტეინერში თავსდება. თუ ნიადაგი ერთგვაროვანია, ისინი ერთმანეთში ირება. თუ ნიადაგი ან მცენარეების სხვადასხვა, ნიმუშების აღება ცალ-ცალკე ხდება. ლაბორატორიაში ნიმუშების გადატანა სპეციალური კონტეინერის საშუალებით ხდება. ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პროცესში ხდება მისი მექანიკური შემადგენლობის დადგენა. კერძოდ ირკვევა ნიადაგის სტრუქტურა, ფესვთა სისტემის გამტარიანობა, შთანთქმითი კომპლექსი, პოტენციური და აქტუალური ნაყოფიერება. ნიადაგის კვლევის პარალელურად აუცილებელია დადგინდეს აგრეთვე მცენარის საჭიროება საკვებ ელემენტებთან მიმართებაში, რადგან აუცილებელია საკვები ელემენტებით განოყიერების გეგმის წინასწარ შემუშავება და ჩამოყალიბება. ნიადაგისა და მცენარეების ქსოვილის ტესტირების დრო. ანალიზი სასუქებით განოყიერებამდე ტარდება. მძიმე ნიადაგის ანალიზი მცენარეების დარგვის შემდეგ ყოველწლიურად ან ყოველ მეორე წელს ტარდება. შედარებით ხანდაზმულ მცენარეებს ნიადაგისა და ქსოვილის ტესტირება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ უტარდება. ნიადაგის კვლევა ახლა უკვე ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებსა და ფერმერთა სახლებშია შესაძლებელი. ნიადაგის კვლევა შესაძლებელია როგორც უშუალოდ ნაკვეთზე, ასევე ლაბორატორიულ პირობებშიც. ნიადაგის ანალიზი 20 კომპონენტის კვლევას, ამა თუ იმ კულტურის გაშენების მიზანშეწონილობასა და 4 წელზე გათვლილ რეკომენდაციას მოიცავს. აღნიშნული მომსახურების საფასური 85-დან 122 ლარამდეა. სენაკის რადიო. ნაკვეთზე კვლევის მოწყობა შესაძლებელია. თესვის შემდეგ ჩვეულებრივი ან ორტანიანი სატრაქტორო გუთნით. თესვის პარალელურად სათესი აგრეგატის ერთ-ერთ განაპირა მხარეს საოში. იგივე ასაჩეხი გუთნის 1 ტანის დამონტაჟებით.
ეროზიის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფერდობის არასწორი რწყმაცაა. ნაკვეთის სწორად მორწყვა ნაკვეთის სარწყავად მომზადებას გულისხმობს. პირველ რიგში აუცილებელია წყლის კვლების სწორი მოწყობა. ამ ტიპის კვლების შედეგად ნიადაგის ჩამორიცხვა 20-30 ჯერ მცირდება. სარწყავის წყლის ზედაპირული გადაგდების შემცირება ნაკვეთის თანაბარი დატენიანების საშუალებას იძლევა. წინასწარი დატენიანების ხერხი. სარწყავი კვალის საწყისი 20-30 მეტრი უმნიშვნელოდ სველდება და დღე-ღამის განმავლობაში რჩება. დილით კვალი წყლის დასაშვები ხარჯებით საგულდაგულოდ ირწყვება. სარწყავის წყლის დასაშვები ხარჯის გაზრდისთვის კვლების ფსქერი მცენარეული ნარჩენებით იფარება, რის შემდეგაც იზრდება წყლის ნაკადის სიღრმე, იზრდება დასველების პერიმეტრი, იზრდება ნიადაგში წყლის გამტარუნარიანობა, მცირდება წყლის ნაკადის სიჩქარე და გადარეცხვის რისკი. დადგენილია, რომ 1 ჰექტარზე ნახევარი ან 2.5 ცენტნერი ნამჯის შეტანა სარწყავის წყლის დასაშვებ ხარჯს დაახლოებით 4 ჯერ ზრდის. ნამჯის ეკონომიის მიზნით შეიძლება სარწყავი კვლების მხოლოდ საწყისი, ზედა ნაწილის მილჩირება, რადგან სწორედ ეს ნაწილი განიცდის ყველაზე მეტად გადარეცხვას. საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი წელიწადში 100 მილიონ ლარს შეადგენს. სარწყავი მიწების 40% დამარილიანებული, შეტბორილი ან დაჭაობებულია. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი და ნახევარწმშრალი ზონიც მიწები გაუდაბნოებას განიცდის. კოლხეთის მელიორაციული მიწების 60% კი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებს. ტერასების მოწყობა. ტერასების მოწყობის დროს საგულდაგულოდ უნდა იყოს გათვლილი დასატერასებელ ნაკვეთზე შიდა საპლანტაციო გზები. მანქანა იარაღების მოსაბრუნებელი ადგილები და ტერასიდან ტერასაზე გადასასვლელი გზებისთვის საჭირო ფართობები. ჩამონადენი წყლისგან დასაცავად ეწყობა წყალამრიგი და წყალგამყვანი არხები. ნიადაგი 20-25 სმ სიღრმეზე ჩვეულებრივი სატრაქტორო გუთნით იხსნება. ტერასის გვერდებზე ნაყარი მიწის დასამაგრებლად მრავალწლიანი ნარევი ბალახი ითესება. ტერასების მოწყობის პარამეტრები. თითოეული ტერასის მოწყობას გუთნის 5-6 ჯერ გავლა სჭირდება. პირველი გავლისას ხნის სიღრმე 25-30 სმ შეადგენს. მეორე გავლისას 35-40 სმ. მომდევნოებისა კი 50-60 სმ. 15 გრადუსამდე გამონათხარ დანაყარ და პლანტაჟირებულ დანახნამ ფერდობებზე 3.5-დან 5 მეტრამდე სიგანის ტერასები ეწყობა. ტერასების მოსწორებულ ზედაპირს იგივე ბაკისების ფერდობის ზემო ნაწილიდან გრეიდერი ასწორებს. ამ გზით სასურველი ქანობი იქმნება. სენაკის რადიო. საშუალოდად დიდი დაქანების ფერდობებზე წყალგამყვანი და წყალშემკრები კვლები ეწყობა. რაც უფრო დიდია დაქანება და ინტენსიურია ეროზიული პროცესები, მით უფრო ნაკლებია მანძილი კვლებს შორის. სადაც ცისაბო ფერდობებზე ეკონომიკურად მომგებიანი კულტურებია გაშენებული, კვლებს შორის დაცილება 50-100 მეტრიდან 6-7 მეტრამდე მცირდება. წყალგამყვანი კვლების სიღრმე 18-22 სმ, სიგანე 40-58 სმ. კვლები შემოდგომისას იჭრება მშრალ ნახნავზე, ნაწვერალზე, საშემოდგომო ნათესებზე. კვლების გაყვანა შესაბამისი გუთანი სჭირდება. წყალგამყვანი კვლების გაასავლებად დაკიდებულ კვალმჭრელს იყენებენ გუთნის დაგრძელებული ფრთით.